ოთხის ვაგრძელებთ ისევე. კორინთელთა ეპისტოლის კითხოს მე-7 თავი უნდა წავიკითხოთ დღეს. წავიკითხოთ ახლა ისე პირობითად ვამბობ. ძირითად საკითხებზე, როგორც ახლა ბოლოში ერთად გავამახვილოთ მხოლოდ ყურადღება. ისევე როგორც პავლე მოციქულის ყველა წერილი ეპისტოლის საინტერესოა, დღევანდელი თავის საინტერესოა ძალიან და განსაკუთრებით ეს ეხება ქორწინების საკითხს ახლა. ქორწინების საკითხს, რომელიც ძალიან სამტკივნეული და საჭიროა დღეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოჯახები ინგრევა დღეს საქართველოში რა, სამწუხაროდ. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, როგორც ამბობენ, ზოგი ეკონომიური მიზეზს ასახელებს, ზოგი ახლა რაღაც შეუთავსებლობა, თუ 1000 რაღაცა ვარაუდები და ვერსიებია. რელიგიური თვალსაზრისით შეიძლება ერთი მიზეზი დავასახელოს. ადამიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი, ასეთი ადამიანები, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ღებულობენ, 100 ჯერ აწონიან და მერე გადაჭრიან და როიტყვიან ახლა ქართული ანდაზაც რო გამოვიყენოთ ახლა რა ცოტა ფრთხილობენ ქრისტიანები. სამწუხაროდ ახლა შეიძლება ეკლესიურად მაცხოვრებელ ადამიანთა შორის არიან ისინი, რომლებსაც ოჯახი დაინგრათ, მაგრამ უფრო ნაკლები პროცენტობარი თუ ახლა შეიძლება ის ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნია, იმიტომ რომ ადამიანს უცხო ღმერთი უყვარს, ადამიანს ღმერთიანობა და ესე იგი ღვთის კარნახით, კურთხევით ქმნის ოჯახს, ამ ოჯახის დანგრევა ნაკლებად სავარაუდოა და რატო ახლა რა. მე ჩემი ახლა დიდი ხნის გამოცდილება არ მაქვს ახლა, მაგრამ რამოდენიმე 3-ათეული წელი ახლა ეკლესიაში ვარ და როგორც ვაკვირდები ახლა გამოცდილებიდან ადამიანები, რომლებიც ენდობიან ღმერთს და არ იწყებენ საკუთარი თავით მსჯელობას, როდესაც გაიგებენ უფლის დამოკიდებულებას ამ ეთნოს საკითხთან, მაგალითად ახლა, როდესაც ამბობს უფალი, რომ ვინც არ მოინათლება წყლისგან და სულისგან, ვერ შევასწავლებში, ხო? ადამიანები, ვინც ამაზე კითხვები უჭდებათ, ისინი ცოტა არეულები არიან. ახლა მე დალაგებული და დაწყობილი ასეთი ადამიანი არ მინახია, რომელიც უფლის სიტყვაში შეიტანა ეჭვი, ხო? როდესაც უფალი ამბობს, რომ როდესაც მასთან მივიდნენ ფარისევლები თუ გახსოვთ, ასე კითხვა დაუსვეს, რომ შენი მოწაფეებიო არ მარხულობენო რა და ჩვენ მარხულობთ. და უფალმა ასეთი სიტყვები, ასეთი პასუხი გაცა. როდესაც მათთან არ იქნებაო სიძეო, მაშინ იმარხულებენ. ამაში იგულისხმება, როდესაც უფალი გაეკრა ჯვარზე, ამაღლდა ზეცად, დაარსა ახალი აღთქმის ეკლესია, ყველა ჩვენთაგანს ევალება რომ იმარხულოს. და თქვენ ახლა იცით, სულ ახლო წარსულში ახლა რამ დღეებში პოლემიკაც მიდის ახლა იმის შესახებ, არის მარხვა საჭირო თუ არ არის მარხვა საჭირო. უფლის სიტყვები ახლა რომ ჩემი მოწაფეებმა უნდა იმარხულონო და შესაბამისად მარხვა აუცილებელია ახლა ადამიანისთვის თუ რა თქმა უნდა მას ჯანმრთელობა ხელს უწყობს ახლა რა. ხო და ასე რომ ახლა ქორწინებასთან დაკავშირებით ბოლოს შევაჯამო და მე ახლა პავლე მოციქულის ამ თავში რაზეა გამახვილებული ყურადღება იმაზე სანამ გადავალ, გეტყვით რომ ადამიანები, რომლებიც ღვთისმცნებით ცხოვრობენ და ღვთის კურთხევას ასრულებენ და ცდილობენ რომ ღვთის ნებას დამორჩილებულებმა გააჩინონ იმდენი შვილი, რასაც ღმერთი აძლევს, მეწონე და ბედნიერები არიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი შვილი რო ყავს, მარტივია მათი გაზრდა. არ არის მარტივი ახლა. პირადი გამოცდილებით გეტყვით, ნამდვილად არ არის მარტივი. მაგრამ საჭიროა რა, ღმერთს რო ენდობი, ღმერთი მერე გეხმარება ახლა და მერწმუნით ეს დახმარება ხანდახან ისეა, ვერც კი ხვდები, სად და როგორ ზდით, რომ გადახედავ წარსულ ცხოვრებას, მაგალითად, ვერც კი ხვდები, რომ ეს მე რო შევძელი, შვილები, ამდენი შვილი გავზარდე, როგორ ახლა და ხვდები მერე რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ. არაფერი არ ხარ, უბრალოდ ღმერთი გეხმარება, იმიტომ რომ შენ მას ენდობი რა. გამიგეთ? და ნუდი ახლა პავლე მოციქულის ძირითადი თეზისები, როგორც ვთქვით, ახლა პავლე მოციქული მე-7 თავში ამახვილებს ყურადღება შემდეგს. პირველ რიგში ამ თავში ზნეობრივი ცხოვრების პრინციპებზე საუბარი რა. ქორწინებაზე და უქორწინებლობაზე ამახვილებს პავლე მოციქული ყურადღებას, მაგრამ პირველ მეორე მუხლში ამბობს და არის გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ თუ გინდა ადამიანმა სიძვამ რუშებას თავი არის და უნდა დაქორწინდეს. გახსოვთ, მე ადრე გითხარით, არის ერთი წმინდანის ცხოვრებაში სიძვა რუშების ეშმაკმა დაიკარდა, რომ მე იმდენი ადამიანი მყავს ჯოჯოხეთში გაშვებული, რამდენი ყველა დანარჩენ ცოდვას ერთად ხო გახსოვთ ასე რომ გითხარით რა. და ნამდვილად ასეა რა, დღეს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცოდვაში ეცემა. სამწუხაროდ ქალების და კაცებიც რა. ხო და იმისთვის რომ ადამიანმა გადარჩია მისგან, არის ამისათვის ქორწინება რა.
რა თქმა უნდა მეორე გზაც არსებობს უქორწინებლობის, რომელიც მონაზვნობა ქვია, მაგრამ მოდი ამას მერე შევეხოთ. ახლა ეს არ არის საკმაოდ რთული ცხოვრების გზა არის, მაგრამ ძალიან საპატიო და ძალიან დიდებული რა. მაგრამ ამასთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლო. მე უქორწინებლობას ან მონაზვნობას გულისხმობ ახლა. ანუ პავლე მოციქული ჩვენ გვაფრთხილებს, რომ არ ჩავარდეს სიზომრუშებაში, უნდა დაქორწინდეს. ამიტომ იყო რომ ძველად ჩვენი წინაპრები იმისთვის რომ ბავშვები ახალგაზრდები ცოდვაში არ ჩავარდნილიყვნენ, ადრე ათხოვებდნენ ახლა რა. დღეს 21 საუკუნეში ახლა ასაკები რო თქვა, შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს და ეს ამბობს ამას და ახლა ასაკი სპეციალურად არ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში პატარებს ადამიანებს გოგოებს ათხოვებდნენ და ბიჭებს ცოლი მოყავდათ რა. იყო ასეთი პრეცედენტი. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მშობლები უფრთხილდებოდნენ შვილებს, რომ ცოდვაში არ ჩავარდნილიყვნენ. და შემდეგი ახლა უკვე არის ერთ-ერთი მარხვა იწყება ახლა. ხო იცით ორშაბათიდან და თავშეკავებაზედაც საუბრობს პავლე მოციქული რა. ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს თავშეკავებაზე დაამბობს, რომ თავშეკავება უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით, ამასე ამახვილებს ყურადღებას პავლე მოციქული რა. მაგალითად ზოგიერთი მოშურნეობის გამო უარს ეუბნება მეუღლეს ურთიერთობაზე და ეს შემდეგ რიგ შემთხვევაში ყოველთვის არადიდება უფალს იწევს მე საკმაოდ დაძაბულობას ცოლსა და ქმარ შორის და შესაძლებელია ერთი მხრიდან იძულებითი თავშეკავებამ გამოიწვიოს ცოლსა და ქმარ შორის ძალიან დიდი ესე იგი გაურკვევლობა და შეიძლება აგრესია და შეიძლება სერიოზული რაღაცა პრობლემებიც კი მივიდნენ ადამიანები. ამიტომ პავლე მოციქული ხას უსვამს და ამბობს, რომ თავშეკავება უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით. გამიგეთ? აი ეს არის. და ახლა ეს საკითხი რომ შევაჯამოთ, ვამბობთ ასე, რომ ცოლი და ქმარია და მათ შორის ურთიერთობა რა თქმა უნდა ცოდვა არ არის, მაგრამ არის რაღაც გარკვეული პერიოდი, როდესაც უმჯობესია ცოლ-ქმარმა თავი შეიკავოს, ოღონდ აქაც როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეთანხმება უნდა იყოს ცოლსა და ქმარ შორის რა. ხო, შემდეგ ახლა პავლე მოციქული იმასთან ერთად ქორწინებაზე საუბრობს, ამბობს, რომ უქორწინებლობა, ანუ მონაზვნური ცხოვრება უფრო უპირატესია ვიდრე საერი ცხოვრება და რატო ახლა? ასეთ იმას აკეთებს შედარებას, რომ უქორწინებელი ზრუნავსო, როგორც სათნო იყოს უფალსო. და დაქორწინებული ცდილობს, რომ მეუღლეს ასე ამონოს, ხო ასეა ახლა რა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, ამბობს მე აჯამებს ამათი თავს პავლე მოციქული, რომ ცოლის მოყვანა და ოჯახი ცოდვარი არ არის, რა თქმა უნდა, ასე. შესაძლებელი ადამიანი ცხონდეს ოჯახური ცხოვრებითაც თავისთავად და ოჯახურ ცხოვრებასაც თავისი ისა რა ქვია რთული მომენტებია ოჯახურ ცხოვრებაში, ურთიერთგაგება და ასე შემდეგ და ასე. ნუ ახლა რო ჩამოვყვეთ ახლა ოჯახურ ცხოვრებაში რა პრობლემებია, ამას ალბათ ყველა დამეთანხმებით, ვისაც ოჯახი გაქვთ, რომ ოჯახს ყოველთვის პრობლემა აქვს. პრობლემა არის, იმედია ეს პრობლემები ღმერთმა დაიფაროს ყველა ოჯახი, არ არის ძალიან ისეთი ძიმე და რთული, რომელსაც შეიძლება ადამიანი და ოჯახი გრევამდე მიიყვანოს. მაგრამ სამწუხაროდ არის ეს რეალობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ახლა ადამიანი ოჯახურ ცხოვრებას აირჩევს, ის ვერ ცხონდება და ვერ შეძლებს სათნო იყოს უფალს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და წმინდათა ცხოვრებაში უამრავი ესეთი მაგალითი, უამრავი წმინდანი, რომელსაც ჰქონდათ ოჯახი და მათ ისინი სამაგალითო არიან დღეს თითოეულ ჩვენთაგანისათვის და მაგრამ ამასთან ერთად პავლე მოციქული უსვავს ხას, რომ თვითონ ხო უქორწინებელი იყო პავლე მოციქული, რომ მონაზვნური ცხოვრება უფრო მეტად არის თავგანწირვა, უფრო მეტად არის საშუალება იმისა, რომ სათნო იყო უფალს და მთელი შენი ცხოვრება ადამიანმა მიმართო ღვთისმსახურებისკენ. აი ეს არის ახლა, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ მონაზვნური ცხოვრება საკმაოდ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ადამიანი და მოკვდეს ღვთისმსახურისთვის უნდა მოწყდეს ღვთისმსახურს და თუ ახლა სწორი მონაზვნური ცხოვრება უნდა ადამიანს, უნდა ცხოვრობდეს მონასტერში და მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, რომ ერთთან კონტაქტში გაწყვიტოს, ერთთან კონტაქტში გაწყვეტაში არ იგულისხმება, რომ შეიძულოს ღვთისმსახური და არ უყვარდეს ადამიანები. უბრალოდ ღვთისმსახურის ამოუებას უნდა მოწყდეს ადამიანი მაქსიმალურად და მაგალითად არის ზოგიერთ მონასტერში წესი, რომ მონასტერს ადამიანი ტოვებს იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, მაგალითად თუ ცუდად გახდა და სამწყობოში წასვლა უნდა ან რაღაცა გადაუდებელი საქმეა, სხვა შემთხვევაში არის მონაზვნები, ეს ეხება ახლა მონაზვნს როცა ვამბობ ტერმინს, ამაში იგულისხმება დედაკაცებიც და კაცები, მამაკაცებიც რა. მონაზვნის სიტყვა, რომელიცაც დედებსაც და ჩვენთან უბრალოდ ქართულ სიტყვიერებაში ასეა მიღებული, რომ მონაზვნს უზავდებთ ხოლმე ქალი ვინც არის და კაცებს კიდე ბერებს და ეს ტერმინოლოგიურად სწორია, რომ ტერმინოლოგიურად დედებსაც და მამებსაც, რომლებიც მონაზვნური ცხოვრება აქვთ არჩეული, ისინი ორივე მონაზვნებად იწოდებიან რა.
ხო და მონაზვნური ცხოვრებასი და მონაზვნური ცხოვრების შედგომასაც თავისი წესები აქვს. ახლა არ შეიძლება ადამიანი მაგალითად ყავს ცოლ-შვილი და მიატოვოს ცოლ-შვილი და წავიდეს მონასტერში. ან ხალხს ყავს ქმარ-შვილი და დატოვოს და გაიქცეს ახლა რა. ასეთ შემთხვევებიც არის ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ მე ამას ანულუაყოფითი შედეგები მოაქვს ხოლმე ახლა რა. რა თქმა უნდა შეიძლება ოჯახის კონდეს ადამიანს და შემდეგ გადაწყვეტეს წავიდეს მონასტერში, ოღონდ აქ ხდება შემდეგი წინაპირობით, რომ თუ მაგალითად მამაკაც უნდა წასვლა მონასტერში, ცოლმა უნდა მიცეს ამის უფლება რა. თუ ხალხს აქვს უფლება, მაშინ მამაკაცმა უნდა მიცეს ამის უფლება, მე ხდება მათი მოკლედ შეთანხმებით დაშორება და მიდიან და იწყებენ მე მონაზვნურ ცხოვრებას. მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია, რომ თუ ყავთ შვილები და ბავშვები, აუცილებლად უმჯობესია პრაქტიკა მას მეუბნება, რომ ბავშვები გახდნენ სრულწლოვანები რა. იმიტომ რომ პატარა ბავშვი, რომელიც ახლა უნდა დედაც და მამაც, შეიძლება რაღაცა მომენტში მამამ უთხრას პატარას, რომ შვილო მე მინდა წავიდე მონასტერში, ხარ წინააღმდეგ, ბავშვი შეიძლება გაუცილებლად უთხრას კი წადი მამა, მაგრამ მას ხო ირაცნობიერებს ის. ანუ სრულწლოვანებამდე, სრულწლოვანი რო გახდება და დაიწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, მერე შემდეგ შეუძლია გადაწყვეტის მონაზვნობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ, როდესაც ასე ხელოვნურად ხდება დაშორიშორება, ეს იწვევს ძალიან დიდ ტკივილს მერე ადამიანებში. ეს ძალიან ტკივილს იწვევს მერე ბავშვებში, იმიტომ რომ ბავშვები არიან ადამიანები, რომლებიც ასეთი ტერმინი არსებობს, ეს არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც მოწყვლადია, ანუ ადვილად რომ შეიძლება რომ დააზიანო, მოკლედ ასე რომ ვთქვათ რა და ნამდვილად ზიანდებიან. ასე რომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო, ვისაც აქვს გადაწყვეტილი უქორწინებელი ცხოვრება, ღმერთმა ძალა მიცეს, რომ ეს ცხოვრება ბოლომდე ღვთის შიშით და სიყვარულით მიიტანოს და ვისაც კიდევ ოჯახური ცხოვრება არის შედგომილი, ან და უნდა რომ შეუდგეს, ღმერთმა მშვიდობით გვაცხოვროს და ისე გვაცხოვროს ამ ქვეყანაზე, როცა შევხვდებით უფალს, მე უფალმა სასუფეველი ცათა და ის ადგილი რომ შედის სასუფეველი ცათა შეգამზადებული, მოგცეს უფალმა მისი დამკვიდრების უფლება. ამინ.